დიდი მადლობა ქალბატონო მზექალამ მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის ყოველთვის. საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ ონლაინ მიმდინარეობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდასაჭერი პეტიცია. შეგიძლიათ შეხვიდეთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Facebook გვერდზე, სადაც იხილავთ ონლაინ პეტიციას და მოაწეროთ ხელი. თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაცვისთვის. გთხოვთ გაავრცელოთ ასევე თქვენს მეგობრებში, თქვენს ნაცნობებში და მხარი დაგუჭირეთ. მე მინდა სიტყვით საკრისის გადარჩენის კომიტეტის საზოგადოების კომიტეტის წევრებს, რომლებმაც გამოთქვეს ჩვენი მხარდაჭერის სურვილი, წარმომადგენლებს ვთხოვ. გამარჯობათ, მოგესალმებით. ჩვენ გახლავართ საკრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი, რომლებიც რა თქმა უნდა გული და სულით უერთდებით თქვენს პროტესტს და საზოგადოების პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ხდება. სამწუხაროდ ჩვენ ისეთი გამოცდილება გვაქვს, რომ აქციებიდან აქციებამდე დავდივართ, ჩვენს ქვეყანაში ისეთი რაღაცების დაცვა ხდება, რაც არანაირ ლოგიკასთან ახლოსაც არ არის. მე არ მინდა დიდხან შეგაწყება თქვენ მომზადებული გვაქვს პატარა სიტყვა და მიმართვა საზოგადოებას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდასაჭერად და წაგიკითხავთ ამას. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დღეს მიმდინარე მოვლენები სამწუხაროდ ერთადერთი და იშვიათი შემთხვევა არ არის. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ საკრისის გადარჩენის საზოგადოებრივმა კომიტეტმა ნათლად დავინახეთ საკრისის მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს განადგურების მაგალითზე. ეს რაც ხდება დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უკვე მოხდა საკრისზე და ხვალ ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, თუ საზოგადოებამ დროულად არ მოახდინა რეაგირება. დღეს ხელისუფლება მისი ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი განათლების სამინისტროს აშკარად ეგუძვის მეცნიერებას ისტორიას აქტიურად და პასიურად. მხარს არ უჭერს იმ დარგებს, რომლებიც ქართული სახელმწიფოსთვის მისი იდენტიფიკაციისთვის უმნიშვნელოვანესი და უნიკალურია. თუ გადავხედავთ იმ ვითარებას, რაც სადღეისოც არის შექმნილი საქართველოში, მიმდინარეობს შეგნებული ან კიდევ უფრო უარესი შეუძლებელი დისკრედიტაცია საქართველოს ისტორიის, მისი ღირებულებების, მსოფლიო კულტურებს შორის მის როლსა და ადგილზე. და ეს ხდება მაშინ, როდესაც მსოფლიოში შეინიშნება ჩვენი კულტურის და ისტორიის მითვისების აშკარა მაგალითები. ხდება ეროვნული თვითშეგნების მიზანმიმართული განადგურება. სამწუხაროდ გამართლა ჩვენი პროგნოზი, როცა ვამბობთ, რომ საკრისით დაიწყო და ხვალ ეს პროცესი შეუჩერებელი გახდება. ამჯერად მიზანი უძველესი ბიბლია და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრია. გამართლა ჩვენი პროგნოზი იმაზეც, რომ ინვესტორის ინტერესების დაცვის მოტივით კიდევ ბევრ რამეს გაანადგურებენ და მოსპობენ. გამართლა ვარაუდი, რომ ხელისუფლება არ იცავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მოქმედებს გაურკვეველი ინტერესების დასაცავად. გაუვიდათ გუშინ საკრისი სამწუხაროდ, დღეს უნდა გაუვიდეთ ეროვნული ცენტრი, ხვალ კი მეცაც მოინდომებენ. როგორც ცნობილია, საქართველოს ისტორია გაცილებით ძველია, ვიდრე ამას ასწავლიან სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში. ამის შესწავლისთვის კი არაფერი კეთდება. ეს მიმართულებები არ ფინანსდება. ხოლო ის, რაც ამას ადასტურებს, ნადგურდება საკრისი, ბერი კლდეები, ბევრი სხვა. და ეხლა ამას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბრძოლას დაემატა. რას ნიშნავს ეს? ერი უარს ვამბობთ საკუთარ ისტორიაზე? ხელოვნურ ისტორიას ვიცავთ, ხოლო წარსულში გარკვევის საშუალებებს ვანადგურებ? განადგურება არ არის ის ფაქტი, როდესაც მეცნიერს, რომელიც ასეთ უნიკალურ ხელნაწერებზე მუშაობს, ასეთი პატარა ხელფასი აქვს და მას ეს თანხა საარსებოდაც არ კმარა. განადგურება არ არის, როდესაც ისეთ ადამიანებს, რომლებიც ასე გულწრფელად ეწირებიან მეცნიერებას და ქვეყნის ისტორიას, აზრსაც არ ეკითხებიან. განა ეს ღირებულებების დამკვიდრების, განა ასეთი ღირებულებების დამკვიდრების სურვილი გვაქვს. ბევრს საუბრობთ ფასეულობების და ორიენტირების დაკარგვაზე ჩვენს დროში. ძალიან ბევრი რამ, რაც ადრე აქსიომას წარმოადგენდა, დღეს უკვე ანგარიშგასაწევი აღარ არის. მაგრამ როდესაც საქმე ეხება არა რომელიმე ადამიანს,
არამედ მთლიანად სახელმწიფოს ეს მიგვანიშნებს სახელმწიფოებრივი არსის დაკნინებაზე და სრულიად წაშლაზე. თუ შენი წარსული არ იცი, რა მომავალი უნდა ააშენო? რატომ არ აქვს ამ უძველეს ერს თავისი პრიორიტეტები და თავისი ინტერესები? სად დაიკარგა ეს ყველაფერი? ასეთი სახელმწიფოებრივი აზროვნების მკვეთრი დეფიციტის პირობებში განსაკუთრებით დასაფასებელი და სანთლით საძებარია ადამიანები, ვინც იმ დიაც ემსახურება თავისი ქვეყნის ინტერესებს არ ყიდის, რაც სადღეისო ხელისუფლების პრიორიტეტი არ არის და რაც ფიქრობ დანაშაული ქმედების კვალიფიცირებას საჭიროებს. ჩვენ გსურს ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ყოველი ადამიანის შრომა დაფასებული იქნება, განსაკუთრებით დაფასებული იქნება მეცნიერება, რომელიც ქვეყნის ამოუწურავ რესურსს და სიამაყეს წარმოადგენს. ჩვენ გსურთ ქვეყანა, სადაც ადამიანი და მისი უფლებები უპირატესი ამოსავალი წერტილი იქნება. სამწუხაროდ ზუსტად ეს იყო დღევანდელი ხელისუფლების მოსვლის დაპირება, რომელიც ისევე როგორც ბევრი დანარჩენი დაპირება, მხოლოდ ხმის მისაცემი სატყუ არა გახდა. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება შეიცვლება, ბევრჯერ მოტყუებული, ოცნება განადგურებული, შეურაცხყოფილი, ისტორია წაშლილი საზოგადოება იმედია აღარ შეებუება და ხმას ამოიღებს ყოველი უსამართლობის წინააღმდეგ. დღესაც ჩვენ მორიგი უსამართლობის გამო გამოვხატავთ პროტესტს. სამწუხაროდ ამ ბოლო დროს თითქმის ყველაფერზე გჭირდება გაპროტესტება. განსაკუთრებით გულსატკენია, რომ ეს პროტესტი ხანდახან ანბანურ ჭეშმარიტების დაცვას ეხება. იმედია ეს არის ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბების გზა. იმედია ამ პროცესების შემდეგ ჩვენ ერთი დადებითი რამ გვექნება აქტიური ღირსეული საზოგადოება. ეტყობა ჩვენ ამ პროცესის მომსწრენი და შემოქმედი ვართ. საყდრისი დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი გიცხადეთ სრულ მხარდაჭერას და ამ უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ დიდი ხანია უკვე ჩართულები ვართ. იმედია შეუძლებს საზოგადოების გამოფხიზლებას, მისი ისტორიის, კულტურის და თვითმყოფადობის დასაცავად. დიდი მადლობა.